ამ კვირას გვაქვს UFC Fight Night ჰიუსტონში, რომლის მთავარი ორთაბრძოლაც არის შონ სტრიკლენდი ენტონი ჰერნანდეზის წინააღმდეგ. ამ ქარtზე ასევე გვაქვს ერთ-ერთი ძალიან მაგარი ჭუხი, რასაც სურათზე ხედავთ, მელკიზელ კოსტა დენიგეს წინააღმდეგ. ეს ბრძოლა გამორჩეული იმითაა, რომ მელკიზელ კოსტა მოდის ძალიან მაგარი ხუთკაციანი ვინის სტრიქით და ეხლა შეეცდება რენკინგში მე-14 ნომრად მყოფი, ძალიან გამოცდილი დენიგე მიამატოს თავის ამ სიას. ჩემი აზრით, ეს დაპირისპირება იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ამ ქარtზე და უნდა ველოდოთ ძალიან მაგარ ჭუხს. ჭუხს და სტილებს რომ გავანებოთ ცოტა ხანი თავი, ძალიან საინტერესო კაცი გყავს ეს ბრაზილიელი მელკიზელ კოსტა, რომელსაც აქვს დაავადება ვიტილიგო, რომლის შესახებაც ვიცოდი ასე თუ ისე, ყავს ესეთი ადამიანები ნანახი აქამდე. თუმცა მეგონა რომ ეს იყო თანდაყოლილი, ანუ ბავშვობიდან, დაბადებიდან იყო ეს კანის დაავადება. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდშიც ემართებათ ხოლმე ხალხს და ზუსტად ასე იყო მელკიზელ კოსტას შემთხვევაში. თავიდან შავი იყო, აგერ შეგიძლია შეხედოთ ნელ-ნელა როგორ თეთრდება. ეს არის სურათები იმის შემდეგ, რაც UFC-ში მოხდა 2023 წლიდან 2026-მდე. ხედავთ რომ ნელ-ნელა თეთრდება ეს კაცი. თვით მაიკლ ჯექსონს რო შეშურდება ისეთი დაავადება აქვს მას, აგერ თავიდან შავი იყო აშკარად, თავიდან ბოლომდე და ნელ-ნელა თეთრდება რა. თან იუმორის გზნობაც აქვს ჩვენ ძმას, ზედმეტ სახელი აქვს დალმატინელი და ინსტაგრამის ბაიოში უწერია ყოფილი შავკანიანი და 98% უდანაშაულო. ძალიან მაგარ ჭუხს ველოდები როგორც თქვი და ვინც იცით ეს ორი მებრძოლი, დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი თუ რას ფიქრობთ ამ დაპირისპირებაზე.